ბიჭო შენ ტაშთავი არა ეკრა გაიგე? ვლოგი იმის შესახებ თუ როგორი არის? ორდღიანი მოგზაურობა ჩემთან ერთად. დაგინდა რა. ამ მოგზაურობაში გაირკვევა შევცვლი თუ არა მანქანას. რუმ ტური აინტერესებს რა და ჩემოდანში. გახარე, ანუ გადმოხარე. ახალში დააწერინე რა. ამას ცირკია. სახის მიდგმა. Outfit check. მე მსუქანი გამომაჩინეთ ცოტა. თუ კანეგზაზე გადავჭდები ახალს. ეს არა Toyota ვინ არის აქ რო უნდა კოლონაში ჩადგომა. კაცო ხო შემოვედით გომში. ასვლით კი ავალ, მაგრამ ვერ ჩამოვალ. ხილვადობა პრაქტიკულად არ არის. ტელეფონი წარიჭერს. მეტნიერი ვარ ძალიან. რა ყოფილა გურია. მივდივართ გურიაში. და მხოლოდ ჩვენთან ერთად. შევკრათ ჩემოდანი. მოგესალმებით მეგობრებო და გეპატიჟებით ჩვენთან ერთად სამოგზაუროდ. მივდივართ გურიაში. სხვათა შორის 6 წელია დაახლოებით ყავს ეს მანქანა. ისე მიყვარს როგორც აი საკუთარი ოჯახის წევრი დედას გეფიცები. ხო და ამ მოგზაურობაში გაირკვევა შევცვლი თუ არა მანქანას. ძალიან მინდა მოცნება ბევრი წელია ავიდე გომის მთაზე და მე მგონი ავალ გვექნება ტესტ დრაივები და ძალიან ლამაზი ადგილების მონახულება. და თან ვლოგი იმის შესახებ თუ როგორი არის ორდღიანი მოგზაურობა ჩემთან ერთად. წავედით. ეხლა გელაპარაკებით, მაგრამ ვერ გიყურებთ, იმიტომ რომ გზავრობის წინ თუ არ ვიყურეთ, უდად ხვდები. შემიძლია რომ ესე გესაუბროთ. ყავის შესვენება. ყავას რომსო მეძინება. მაგრამ მიყვარს ძალიან რა, არა, უფრო მშია. საუზმობ ყოველთვის სახში. ეს ჩემმა გამომწერებმა იციან. ხა ვინაიდან დარადგაც ვერ მოვასწერი და უცბად გამოვიქეცით. აქაც ავოკადოს ბეიგელს გეახლებით. დაგინდა რა. არ შემიძლია საჭმლის გარეშე. ხალხს იგონია რომ საჭმელს ამჭამან. ჩამოვედით. ერთ წუთში ადგილზე ვიქნებით წესით. ხელა, მე მგონი ზღვის ამინდია. წავედით. აი ისიც. ნახეთ როგორ მიხდება. რუმ ტური ამ ხელა და როგორი ლამაზია ჩვენი ნომერი. აბა ნახოთ ხედი 1 2 და 3. რა კარგია! ძალიან კმაყოფილი ვარ. სხვათა შორის რომ მოვდივარ ხოლმე დასავლეთისკენ და ზღვაზე, ალბათ ყველა ეგრე ხართ. ბავშვობის მოგონებები გახსენდება და მახსენდება ის წამი, როცა პირველად დავინახე ზღვა. ეხლა მე დინარის პირას გაზრდილი ბავშვი ერთიანეთში და იქ დინარის სტრაფი და ექსტრემი ამბავი და ახსოვს ეგ მომენტი რა როცა გადმოვედით ამ უღელტეხილზე უკვე შემოვედით გურიაში და გავაჩერეთ მანქანა დავიხედე ესე ზემოდან და დავინახე ზღვა და მივხვდი რომ ეს საერთოდ არ არის რაც წარმომედგინე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემსა და მე მაქვს სულ ეგ რაღაცა ბავშვური აღფრთოვანების მომენტი რომ მოვდივარ აჭარაში და გურიაში მე ის ვარ, სასტუმროში რომ შემოვდივარ, პირველ რიგში სივრცეს უყურებ, სად დაეტევებ ჩემოდანი რომ გადავშალო, მე ეგრევე ვათვალიერებ სათავსოებს, ხალათები გვაქვს, უთო არის? მე ჩემზე უარესი. აქ რა ხდება? მინიბარი. ჯერ უნდა, ესე რა ქვია, მოვწესრიგდე ელემენტარულად, ჩემი ნივთები ამოვალაგო, ყველაფერს მივუჩინო თავისი ადგილი და მე შემიძლია წამოვწვე. აინტერესებს რა და ჩემოდანში.
როგორც გადავშლი მიხვდებით, რომ მე ვარ ძალიან მცივანა ადამიანი. და თბილი ქურთუკი. იმიტომ რომ თაში ვაპირებ თასმას და რა იცი, რა ხდება? მოგზაურობაში რამდენი ერთი დღითაც რომ მიდიოდე, უეჭველი მიმაქ თბილიდან საცმელი, უეჭველი. რო შემცივდეს. მიკროფონი, powerbank-ი, ამტენი, სახის, აი ელემენტარული რაღაც მაინც, ან ჰიგიენის საშუალებები. ხალხო, ანუ რაც გზაში ვართ უკვე მეორე გაჩერებაა და თქვენ კიდე იტყვით. თუ გვანცე ჭამეო. არ უჩვენე მაგას. მე კიდე ორჯერ გვიწევს. ულამაზესი აქაურობა გამოვიპარე პლაჟზე და ვათვალიერებ ტერიტორიას სანამ ავალთ პრეზენტაციაზე და გავიგებთ ხვალინდელ გეგმებს. ტკბები მშვიდი სანაპიროთი, რამდენიმე წუთით თქვენთან ერთად. სრულიად ახალი RAV4 Toyota საკულტო SUV მოდელის ევოლუციის ახალ ეტაპს წარმოადგენს, როგორც უგზოობაზე, ისე შორ გზებსა თუ ქალაქის ქუჩებში გადაადგილებისას. სრულიად ახალი მე-6 თაობის RAV4 ხელმისაწვდომია ჰიბრიდული ძრავით, როგორც წინაწამყვანი თვლებით, ასევე სრული ამძრავობის სისტემით. GR Sport კომპლექტაცია აერთიანებს ექსკლუზიურ შთამბეჭდავ ვიზუალსა და განახლებულ დეტალებს უფრო სპორტული მართვისთვის. ის აღჭურვილია მოწინავე ტექნოლოგიებით და გამორჩეული დიზაინით, რაც ნებისმიერ მგზავრობას უფრო სასიამოვნოსა და მშვიდს გახდის. ბოლო 3 ათწლეულის განმავლობაში RAV4 Toyota-ს ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მოდელია. 114 ქვეყანაში 15 მილიონზე მეტი ავტომობილია გაყიდული. ავტომობილის გაბარიტები არ შეცვლილა, ისეთივე მოქნილია, რის შედეგადაც ქალაქში ტარება და პარკირება ისევ მარტივია. გადმოხარე, ანუ გადმოხარე. და ანელავე. ეს გამოვაჩინე. ნახეთ პრეზენტაციაზე რა დაგვირიგეს. როგორ მოგეწონათ, აბა? მომეწონა, არის ძალიან მომინდა. აი რაღაცნაირი სიტყვა არ შეეფერება, მე მგონი. ახთოვანებული ვარ და ეს საერთოდ ვიდეოთი და პრეზენტაცია და ხვალ რა გველოდება, ხვდები ხო? მე ერთი სული მაქვს. საერთოდ არ მინდა რომ გაგიცვალო ადგილი ამან. არ გვსვამს ეს ხვალ. მე ვჩები საერთოდ აქ და შენ წადი. წავედით, ყველა ჩვენ გველოდება, მე მგონი ვაიმე. აუ, იცი რა მინდა, ხელში დამაჭერინე რა. ოდნავ ხელი ზემოთ აწიე? ხო, გიჭირას. მისვლა მესამე. ვაცა პოდკასტი კარგად წაიღო, ხო? მაგრად. ამას ცირკუნა სახის მიტკბა. როცა გამოსავალი არ არის. კონტენტს ქვევით. ძალიან კარგები ხართ ხალხო, ძალიან. მოკლედ, დილის 8 საათია. ჩავდივართ ქვევით საუზმეზე, ალბათ სადარი უკვე. 9-ზე უნდა ვისხდეთ მანქანებში და გავიდეთ. ჩაიცვითო კომფორტულადო. ესე მეცვია, outfit check. მზის განდამცავით წავისვი. ავიღებ ახლა მზის სათვალეს. ეს მაინც ეკდოს. წავედით. ვერ ვაზროვნებ მართლა, ძალიან მეძინება, არ მეძინა, იმიტომ რომ ჩემი კონტენტ კრეატორის მაღვიძარამ რო დაიწყო რეკვა 6 საათზე თვითონ გააგზელა ძილი და მე დარჩი გაღიმებული. დილა მშვიდობისა. გამარჯობა, scrambled eggs. აიღე? ხო, და აი ხა ეს ორი წელი არის, ერთი წელი ავიღე. კიდე ერთი კვერცხი მაინც ავიღე. რა იცი რა ხდება? წარმოუდგენელი სუნაგისა და კიბეში ჩავიდე და ამოვიღე. მოდი კვერცხი. ესაც ავიღოთ ორი წელი.
ფანტასტიკური დღე გათენდა, მეგობრებო. ამინდი მგონი ჩვენ მხარესაა, იმიტომ რომ გვინდა რომ გომის მთაზე ავიდეთ და იქ სასწაული პეიზაჟებით დავტკბეთ და მინდა რომ შეხედოთ ახალ რავოთხს. აუ ის წითელი არის სასწაული. ის არის თან სპორტი, ანუ უფრო ისეთი მძღოლებისთვის, ვისთვისაც სპორტული ტარება არის საყვარელი და მნიშვნელოვანი. აი ეს ფერიც ძალიან მომწონს. ვიწყებ ძველით, აი ამით. და მე ალბათ უკანა გზაზე გადავჯდები ახალში. დავიწყებთ ახლით და მე გადავჯდები. ეხლა მე ვიყავ უსმას და ეს ჩამოული გასაღები აიღე და ესე დაუარე. აუ რა კარგი ამინდია, მეგობრებო. აი ამინდი ჩვენს მხარესაა. მე დავახო ვიხსენებდით რუსთავი 2-ში სინჯებზე რო ერთად გაგვტესტეს დილაზე. მე ვიყავი უკვე დილაზე. მე უკვე მუშაობდი დილაზე და გადაწყდა რომ პარტნიორი უნდა ყოლოდა. ბიჭი. და იყო სინჯები. გოგოები ისხედეთ და ბიჭი და გოგო უნდა. ბიჭი და გოგო უნდა ყოფილიყო და მოვიდა ვახო. ნუ ვახოს ვიცნობდი სტუდენტობიდან რა თქმა უნდა და მოვიდა და თქვი რა მოხდა. ნუ ახლა დამსვეს ეთერში. მაშინ ბევრად შავი ვიყავი ვიდრე ეხლა. ვახოს აქვს ხუჭუჭა თმა, შავი ხუჭუჭა თმა ქონდა. ხო, დამსვეს ეთერში გვანცასთან ერთად და მე მასალა რო ნახეს მაშინ ტიტრებით გადიოდა ესე ქვემოთ რუსთავი 2-ზე სუბტიტრები და ესენი იყო მორბენალის ტრიქონი. თავისთავად უკუღმა დატრიალდა ისეთი არაბული ვიზუალი იყო მართლა იქვე ითქვა რომ ეს ორი შავი ადამიანი ერთად ვერ იქნებაო. ყველაზე მთავარი შემოვიდა დუდუ შემოვიდა მე მგონი კურდღელია და ხო ამათვისო განათება არ ამაქო ანუ რო გავანათო ესენი არ ამაქო მაგიტომ მე მსუქანი გამომაჩინეთ ცოტა. მე გამხდარი გადაუნაწილეთ. ესე იგი ჩვენ ახლა ვიწყებთ სვას პირველ ეტაპზე ვჯდებით ძველ მოდელში. რაღაც გზას გავვლით ძველი მოდელით, სანამ გადავსხდებით 2026 წლის ახალ რავოთხებში, რომ შევადაროთ. წავედით. ნახოთ აბა რა რადიოს იჭერს და რას უსმენენ გურიაში. რა ლაბაზია, ლაბაზის მილები. თავი დამადე, ვიყვირები. მე შენთვის მინდა ერები ყველა. როგორ გესმით ჩემი? ეს არა ტოიოტა ვინ არის აქ რომ უნდა კოლონაში ჩადგომა, ხო არ იცით? გამახსენდა რომ თიანელებს აქვს ესეთი გამოთქმა რა, ვინმე რომ გააბრაზებს, ესე ეუბნება. ბიჭო შენ! ტაშთავი არა იქ რა, გაიგე? აბა რას ნიშნავს დაგვიწერეთ? მართლა ტაში არის ეს რა, გაშლილი ხელი არის, ეძახიან ტაშს და ტაშის შემოკვრას. და ტაშთავი არა იქ რა ნიშნავს რომ შემოგარტყავ ეხა ამ ხელსო რა. რამიტომ არ გამაბრაზო. ეს მაინც არის ჩაწერილი მეგობრებო. შემოქმედში არის გაჩერება პირველი, მეგობრებო. გომში ვართ უკვე, როგორც მე ვხვდები. გომში ვართ ხო უკვე? გომში ვართ. კაცო, ხო შემოვედით გომში? ხო. და გვაქვს პირველი სტოპი. უნდა ჩავიფიქროთ სურვილები. აქ დინარის პირას, აი დინარის ჩუხჩუხი გესმით? ეს ესეთი ხეები. აუ იმაზე მინდა აძრომა. იცი რა არის, ასვლით კი ავალ, მაგრამ ვერ ჩამოვალ. ამით ხო ვიღებთ. ესენი ხო იღებენ და იქით გვანცა იღებს კიდე. ანუ აი ყველა ვიღებთ ხო? მოდივართ ცოტა დაძაბულები, უფრო კონცენტრირებულები. აი, იმიტომ რომ ხილვადობა პრაქტიკულად არ არის და
თან უნდა შევინარჩუნოთ დისტანცია ერთმანეთთან, იმიტომ რომ რაციებით გავაგონოთ ერთმანეთს ხმა, ვინაიდან ტელეფონიც არ იჭერს. და თან უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. გონია რომ მიდიხარ არსად. ძიროდის დამთავრდება თან ეს გზა. დაუჯერებელია. ძალამაზია მართლა. დამუნჯებული ვარ მართლა. არ ვიცი, აი მინდა უბრალოდ ჩუმად ვიჯდე და ვუყურო ამ სილამაზეს. იმიტომ რომ რაღაცა ზებუნებრივი პეიზაჟია. ვარ ღრუბლებს მაღლა და თან ეს ღრუბლები ნელა მოძრაობს და გგონია რომ ფეხს დაადგავ და გადახვა. აი გგონია რომ აი აქ თიდან გადახვა ღრუბელზე. მეტნიერი ვარ ძალიან. შენი გაღიმება ჩემი სიყვარულია. რა ყოფილა გურია. ხوار გაგიყვანოთ? დაბძანდით. ოლასტად ისიცით. ძალიან მაგრად. ჯერ ხო დიზაინი აქვს ისეთი ლამაზი, რომ შეუძლებელია არ მოგეწონოს. მე ყველა სპეციფიკაცია აბსოლუტურად აქვს გაუმჯობესებული. ცხენის ძალებიც მეტი აქვს, უსაფრთხოების სისტემაც უფრო გაუმჯობესებული აქვს, რა თქმა უნდა ტექნიკურად აი ეს მთლიანი პანელი და ნუ რო ატარებ ძალიან დიდი განსხვავებაა რა, იმიტომ რომ ჩემი არის 2019 წლის, ანუ მეხუთე თაობის, ეს არის უკვე 2026 წლის მეექვსე თაობის სრულიად განახლებული RAV4 და ისე თურმე RAV4 ყოფილა ჩემპიონი გაყიდვებში. 2024 წელს გაყიდულა 1,200,000 RAV4. შემთხვევაში მანქანებოდის და ფიქრულად იყავით. ახლა მოვედით სადილოდ მენაბდის მარანში. ძალიან სილამაზეში მოვედით. ნახეთ, ზღაპრული. იმიტომ რომ ჭამის დრო მომივიდა. რა ხდება და გვაქვს ჩაის დაგემოვნების ცერემონიალი. ველური მოცვის ჩაი დაგვახვედრეს, რომელიც გომის მთის ფერდობებზეა მოკრეფილი, მეგობრებო. უარომატულესია. არის კლასიკური მეთოდი. გაყენების ხო? მარტივი არის, უბრალოდ სულ რამოდენიმე პარამეტრის დაცვა არის საჭირო. აბა, საინტერესოა. 3 გრამი ჩაი ეს არის ერთი პატარა კოზი, ან რასაც ჩვენ 3 თითით ავიღებთ, ეს არის 3 გრამი. დავამატებთ 150 მილილიტრი წყალს. 150 მილილიტრი არის ცოტა ნაკლული ჭიქა. კი ბატონო, ხო, ხო. დიახ. და დაველოდებით 5 წუთი. ეს არის მაღალ ფერმენტირებული ჩაი, მაგალითად შავი, მუქი ფერის ჭები რაც არის. ანუ ჩვენ ძალიან ბევრ ჩაის ვყრით, ხალხო, მე მგონი. ხო. წარმატებები ძალიან მაგარ საქმეს აკეთებთ და ბევრი ისეთი დამფასებელი მომხმარებელი ყოლოდეთ. კი ბატონო. მადლობა დიდი. ისეთ ადგილას ვართ, ნახეთ. ეს არის მენაბდის მარანი და ჩვენ ვართ წაბლის ხეების ჩეროში. რა ზღაპრულია? რატომაც მიჩვეული ვარ ეგრე. მიხედავთ რა ჩემს. რატო დამსდე? დამანებ, cut.